რა აკავშირებს ამერიკის არჩევნებს, მარველის ბლოკბასტერებსა და სინგაპურის გამდიდრებას? ჰაერის გაგრილება, ტექნოლოგია, რომელმაც ცივილიზაციის რუკა გადაწერა შემთხვევით. კონდიციონერის პირველადი დანიშნულება არც ადამიანებისთვის კომფორტის შექმნა იყო და არც ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების გაგრილება. ის უბრალოდ ქაღალდის ტენიანობისაგან დასაცავად შეიქმნა. 1902 წელი, ბრუკლინი. პოლიტიკური სატირის ცნობილი ჟურნალი ჯაჯ, საჯული, სარფიან კონტრაქტს დებს ბეჭდვის გიგანტ საკეტ ენდ ვილჰელმს ლითოგრაფიის სტამპასთან. გარიგება იდეალურია, თუმცა სტამპას ერთი პრობლემა აქვს, თავად ლითოგრაფიის ტექნოლოგია. ჟურნალი ფერადია, მის დასაბეჭდად კი ქრომოლითოგრაფიას იყენებენ. ეს ნიშნავს, რომ ერთი ფურცელი საბეჭდთან ადგარში რამდენჯერმე უნდა გატარდეს თითოეული ფერის ცალ-ცალკე დასატანად. ნიუ-იორკის საფულის სიცხე და მაღალი ტენიანობა ქაღალდს ფორმას უცვლის. ფურცელი ფართოვდება, იჭმჭდება და ყოველი ახალი გატარებისას საღებავი რამდენიმე მილიმეტრის აცდენით შრება. შედეგად ნავბეჭდი გათხაბნილი და უხარისხოა. პრობლემის გადასაჭრელად სტამპა კომპანია Buffalo Forge-ს უკავშირდება. Buffalo Forge კი ტენიანობასთან გამკლავებას ჰაერის ინჟინერიის ახალგაზრდა 25 წლის ხელმძღვანელს უილის კერიერს ავალებს. ლეგენდის თანახმად კერიერს გენიალურმა იდეამ პიტსბურგის რკინიგზის ბაქანზე ნისლიან დილას გაუელვა. მან დაინახა, როგორ ჩნდებოდა სქელი ნისლი ცივ ლიანდაგებსა და მინებზე კონდენსატის სახით. და უცებ მიხვდა, რომ ჰაერიდან ტენიანობის მოსაცილებლად ჰაერი ჯერ უნდა გაცივდეს. პრინციპი მარტივია. როდესაც ჰაერი ცივდება, ის ვეღარ იკავებს წყლის ორთქლს, წყალი წვეთებად ჩამოედინება, ხოლო ოთახში მშრალი, გაგრილებული ჰაერი რჩება. ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით კერიერმა შექმნა სრულიად ახალი აპარატი და 1902 წლის 17 ივლისს სტამბაში დაამონტაჟა. შედეგი მყისიერი იყო. კერიერი კი მიხვდა, რომ გენიალური რამ შექმნა და პატენტი დაარეგისტრირა სახელით აპარატი ჰაერის დამუშავებისათვის. მალე დაიწყო კერიერის პირველი საერთაშორისო გარიგებაც, რამაც 10 წლეულების შემდეგ კონდიციონერების ბაზარზე იაპონიის გაბატონება განაპირობა. თუმცა სანამ ამ აზიურ რევოლუციაზე მოგითხრობთ, ნახოთ როგორ შეცვალა კონდიციონერმა ჰოლივუდი. ლეგენდარული ყბებიდან და ვარსკვლავური ომებიდან დაწყებული, ნოლანის ოდისეითა თუ მარველის ადამიანი ობობათი გაგრძელებული, ყველაზე ძვირად ღირებული პრემიერები ზაფხულში ინიშნება. ეს ფენომენი ზაფხულის ბლოკბასტერების სახელითაა ცნობილი და ჩვენც მიშვეული ვართ ამ კალენდარს. მაგრამ 1925 წლამდე ზაფხული ჰოლივუდის კომერციული კოშმარი იყო. კინოთეატრის დარბაზებში ფანჯრები არ არის, სინათლე რომ არ შევიდეს. პროექტორები აუტანელ სითბოს გამოყოფს. ტემპერატურა და ტენიანობა კრიტიკულ დონემდე ადიოდა. ხალხს პირდაპირ მნიშვნელობით გული მისდიოდა. შედეგად მაისის ბოლოდან სექტემბრამდე კინოთეატრები პრაქტიკულად იხურებოდა. ყველაფერი 1925 წელს შეიცვალა. ნიუ-იორკში ტაიმს სკვერზე მდებარე რივოლის მფლობელებმა რისკზე წასვლა გადაწყვიტეს და უილის კერიერს ახალი ტიპის ცენტრიფუგული გამაგრილებელი შეუკვეთეს. შედეგი გამოუგნებელი იყო. მარაოებით შეერაღებულ მაყურებელს მათი გამოყენება საერთოდ არ დასჭირდა. ხმა ელვის სისწრაფით გავრცელდა. ხალხი კინოში უბრალოდ სიცხისაგან თავის დასაღწევად მიდიოდა. ზაფხული ყველაზე შემოსავლიანი პერიოდად იქცა და დღემდე ასე გრძელდება. თუ კინოთეატრებმა კულტურა შეცვალა, მზის სარტყლის შტატების შემთხვევაში კონდიციონერმა მთელი ქვეყნის გეოგრაფია, დემოგრაფია და პოლიტიკა გადაწერა. გახსოვთ ამერიკის ბოლო არჩევნები? 7 სადაო შტატი, ეგრეთ წოდებული ბრძოლის ველი. ამ 7-დან 4 ჩრდილოეთ კაროლინა, ჯორჯია, არიზონა და ნევადა სწორედ მზის სარტყლის შტატები იყო. თუმცა მათ თავიდანვე ამხელა პოლიტიკური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში შტატის გავლენას მისი მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრავს. მე-20 საუკუნის შუა წლებამდე კი ამერიკის სამხრეთი პრაქტიკულად ცარიელი იყო, რადგან აუტანელ სიცხეში ცხოვრება თითქმის შეუძლებელი გახლდათ. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბაზარზე იაფი, ფანჯარით შესასმელი საყოფაცხოვრებო კონდიციონერები გამოჩნდა. უცებ აღარ გახდა საჭირო მაღალჭერიანი უზარმაზარ რაიონებიანი სახლების აშენება. გაჩნდა იაფი დასახლებები და დაიწყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შიდა მიგრაცია. ამ პროცესმა შტატების პოლიტიკური რუკაც შეცვალა. რიჩარდ ნიქსონი იყო პირველი, ვინც მიხვდა, რომ არჩევნებს მოიგებდა ის, ვინც სამხრეთის გულს მოიგებდა. მისი სამხრეთის სტრატეგიის წარმატებით განხორციელების შემდეგ მზის სარტყელი დღემდე არჩევნების ბედის ერთ-ერთ მთავარ გამსასწორებელ რეგიონად რჩება. ახლა კი დაუბრუნდეთ იმ საერთაშორისო გარიგებას, რომელიც კერიერმა 1907 წელს იაპონიაში, იოკოჰამაში აბრეშუმის ფაბრიკა Fuji Silk Mill-თან გააფორმა. ტენიანობის ზუსტმა კონტროლმა აბრეშუმის ძაფის გაწყვეტა მინიმუმამდე დაიყვანა და პროდუქციის ხარისხი მკვეთრად გაზარდა. მომდევნო წლებში იაპონურმა ინდუსტრიამ ეს სისტემები მასობრივად შეისყიდა, მოგვიანებით კი აზიელებისათვის დამახასიათებელი სიბეჭდითი ტექნოლოგიის სრულყოფას შეუდგა და რევოლუციაც მოახდინა. სწორედ იაპონურმა ტოშიბამ შექმნა პირველი სპლიტ სისტემა. ხმაურიანი კომპრესორი გარეთ გაიტანა, ხოლო ოთახში თხელი, ჩუმი ბლოკი დატოვა. ცოტა ხანში კი ამას მოყვა ინვერტორული კომპრესორი, რომელიც ჩართვა-გამორთვის პრინციპით მუშაობის ნაცვლად თავად არეგულირებდა სიმძლავრეს და ამით ენერგომოხმარებას 30-დან 50%-მდე ამცირებდა. იაპონია მსოფლიო ლიდერი გახდა, რადგან მათ კონდიციონერი ფუგუნების საგნიდან მასობრივად ხელმისაწვდომ ნივთად აქციეს. აქ კი კონდიციონერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა. სინგაპურის მესამე მსოფლიო ქვეყნიდან გლობალური ეკონომიკის ლიდერად ქცევის პროცესი დაიწყო.
დაიწყო. სმენიათ ლეგენდარულ პრემიერ-მინისტრ ლი კუან იუზე, რომელსაც ბევრი ყველასათვის საყვარელ დიქტატორსაც კი უწოდებს, რადგან მან ჭაობიანი კუნძული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ფინანსურ ცენტრად აქცია. ზოგიერთი თვლის, რომ ეს მისი მკაცრი მმართველობის დამსახურება იყო. ზოგიერთს მისი კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა ხიბლავს და ზოგსაც ინოვაციურ ტექნოლოგიებში რისკიანი ინვესტიციების განხორციელება. თავად ლი კუან იუმ კი, როდესაც კითხეს თუ რა იყო მათი ეკონომიკური სასწავლის მთავარი საიდუმლო, უყოყმანოდ უპასუხა: კონდიციონერი. მან შეცვალა ცივილიზაციის ბუნება, რადგან შესაძლებელი გახადა განვითარება ტროპიკებში. მან საშუალება მოგცა გვემუშავა ისევე პროდუქტიულად, როგორც ეს ჩრდილოეთში ხდება. მართალია, ეს გამოგონება ძალიან დაეხმარა სინგაპურელებს წელიწადში 365 დღე მაღალი პროდუქტიულობით ემუშაოთ, მაგრამ კონდიციონერი ჯადოსნური ჯოხი ნამდვილად არ იყო, რომელიც დამოუკიდებლად გადაჭრიდა ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს. მისი მაგალითით საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა. 1973 წელს საბჭოთა კავშირის ვაჭრობის სამინისტრომ ტოშიბასგან იყიდა ტექნოლოგიური დოკუმენტაცია, დანადგარები და ააშენა ბაქოს კონდიციონერების ქარხანა. სწორედ ასე დაიბადა ბეკა 1500 და ბეკა 2500. მაგრამ ვინაიდან საბჭოთა კავშირის ეკონომიკის მთავარი გამოწვევა სიცხე ნამდვილად არ გახდა, ბრეჟნევის საყვარელი გამოგონება კონდიციონერი ვერ გახდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი 90-იან წლებში ხალხს ცხელოდა, მაგრამ კონდიციონერებისთვის ნამდვილად არა. 2000-იანი წლებიდან კი ელექტროენერგიის სისტემების გამართვის შემდეგ და ქართული ბაზრის მსოფლიო ბაზართან აქტიურად ინტეგრაციის შედეგად თანამედროვე კონდიციონერები ქართული ურბანული სივრცის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა მას ჩვენთვის გარდამტეხი შედეგები არ მოუტანია, მხოლოდ მცირე შვება ზაფხულში. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ კონდიციონერების გამოწვევები დასრულებულია. დღეს იგი გლობალურ დინომადაა აქცეული. რაც უფრო იმატებს ტემპერატურა დედამიწაზე კლიმატის ცვლილების გამო, მით უფრო იზრდება მოთხოვნა გაგრილებაზე. მაგრამ თავად კონდიციონერები კიდევ უფრო აჩქარებენ გლობალურ დათბობას ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის და მასში გამოყენებული მაცივარ აგენტების ატმოსფეროში გაჟონვის გამო. ამას ემატება ხელოვნური ინტელექტის ბუმიც, რომლის სერვერები და უზარმაზარი მონაცემთა ცენტრები იმხელა სითბოს გამოყოფენ, რომ ტრადიციული გაგრილება უკვე უცვლურია და თხევადი გაგრილების სისტემებზე გადასვლა გახდა საჭირო. თუმცა ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს პრობლემა გახდეს ახალი გამოგონების ბიძგი. დარწმუნებული ვარ, უილის კერიერს ვერ წარმოედგინა, რომ მისთვის მიცემული რიგითი დავალება ამ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევდა. ჩვენ კი ისხად გვჩენია ისევ დაველოდოთ ნისლიან დილას სადგურზე გამოსული ინჟინერს, რომელიც მარტივი ყოფითი პრობლემის გადაჭრით კვლავ შეცვლის ბიზნესისა და მთავრობების მუშაობის კალენდარს. Ciao ciao!